მოკლედ ვიფასებო ქალაქში ვიყავი და მოვედი. აქ რა. შუქი არა დგას მეგონი. ეს მანი ფაფა უნდა არ უჭამია გეგას ადარ შეჭამაო და გეგა არ ჭამაო მოხავ. ეხლა აქ კარტოფილი გავეცხე. კარტოფილი გავეცხე. აქ ნათალს ჩავყრი. და გოდემძლის კარტოფილზე თქვა კი. შემწვალზეც ვიფასებო. ამიტომ რა მინდა გაჩვენოთ. ამიტომ შევწავ კარტოფილს, მაგრამ მანამდე გაჩვენებთ მუხას უყიდე საჩუქარი. მე იცით წინა თვეში არ დამრიცხვია ხელფასი და ეხლა დამერიცხა ამ თვეში რა 22-ში თუ 23-ში არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ რო დამერიცხა რა თქმა უნდა მოკიტოსას 100 ლარი ვაჩუქე, იმიტომ რომ აქეთაც მაჩუკა ტანხა. ხო და 100 ლარი ვაჩუქე. მოკლედ მე რაღაცები ტემოდან გამოვიწერე და მუხამაც არჩია რომ ტემოდან გამოეწერა. არ ვიცი რატომ, მაგრამ ესე არჩია. თუმცა ჯიმიში რომ მივიდო და ზედას და ჯინსებს მაინც იყიდი და მაგთანხად. არის მაგთანხად ისინი რა ქვია. როგორ არის ეს მე მგონი ასე. ეს ვიყიდე მუხას. მაგრამ ჩემთვისაც ნაყიდი გამოვიდა. აი ასე. მე მგონი ასე უნდა თეთრი ამას და იმას შავი. ასეთი. კოვზი მოყვება. შარშან თამთას ვიყიდე დაბადების დღეზე ალბომი და ცალკე კიდე best mom ეწერა ისეთი გაჩვენეთ რა კოვზით ესე თავსახური ჭიქა მე მგონი თავსახურიც მოყვებოდა კი მე მინდოდა ჩემთვის ვერსად ვერ ვიშოვე და ეხა რა ვუყიდო კიდე მუხას რა ვუყიდო თქვა და სხვათა შორის დღეს წავედი უბრალოდ ვიფასებო რამე მოსაცმელზე ტყავის კურტკა მაქვს მარტო მოკლედ რა ნატურალური ტყავი არა ეგ მაგრამ მაინც შარშან ვიყიდე მე მგონი მაგი ხო და კვირას რო ვაპირებ დაკრძალვაზე წასვლას ვიფიქრე რომ რამე იქნება მოსაცმელი ვნახო რომ ჩავედიო თანხაში და ვიყიდო თქო მაგრამ რა თქმა უნდა ბაზარში არ შევსულვარ ვერ მომაფიქრდა მაგი დიდი დროც არ მქონდა იმიტომ რომ ბავშვები მუხას დაუტოვე და თან მაინც მადარდებდა რომ არიქა დიდი ხნით არ თავტოვო ბავშვები თქო და მოკლედ დიდი ხანიც არ შემოვჭი მხოლოდ ნიუსტარში შევედი ჯიმიში შევედი და შოპინგ ჰაუსში შევედი არაფერი არ მომეწონა მოკლედ ჩემი სტილი არ იყო ასე რომ ფული უბრალოდ შემომეხარჯა ეს ვიყიდე 20-ად კიდე ვიყიდე 2 საჩუქარი იმათზე ცვირი არ მიმიცია 15 ლარებში ვიყიდე მაგი მაგრამ მე მომეწონა ძალიან მესამე არ ქონდათ ჩემთვის რომ ეყიდა ხო და მოკლედ ის გადავდე გადანახული მაქვს გაჩვენეთ ეხა ეს ნახა ლიკა აქ ჩემთან რომ მოდის გოგომ და გაგიჟდა ვაიმე სად პოულობ ეგეთ რაღაცებს ესეთი და ეს ვიყიდე ორი ვიყიდე ეს ერთი საჩუქრად მინდა მეორესაც ფიქრობდი, მაგრამ ჩემთვისაც მინდა. მე ვერ ვხვდები ხოლმე ესეთ რაღაცებს მე და არ ვიცი, მეორე სხვა მოუზებნო თქოს ხისთვის ფიქრობ ეხლა და
ერთი მეც მქონდეს ესეთი თქო, რა ვიცი. ხო და ორივე ერთია. აქ რაც მიდევს ის და ეს ორივე ერთი. მე ძალიან მომეწონა, რა ვიცი. მე რაც მომწონს, ის ძალიან მოსწონს, ვისთვისაც მინდა. მოკლედ, ჩემთან რასაც ნახავთ, ჩემს ნაყიდს და იმედია, რომ მოეწონება. არ მიყვარს ადამიანების მოსტუმრება. მოსტუმრებაში გულისხმობ ოღონდაც და რაღაცა უყიდო და აი დარდი მოეწონება, აი ეს არ მიყვარს. მოსტუმრებას ვეძახი მაგას. აქაც ისდევს. და ისე დავხარჯე ხა ის ჩემი ხელფასი. გეტყვით ახლა. ტემუზე დავხარჯე, მუხას 100 მივეცი და ბავშვებისთვის შემოვინახე ახლა. ხანხა იმათაც რო უწილადო. 100 ლარი მიდევს მხოლოდ ანგარიშზე. ჩემ ბავშვებსაც ხო უნდა ვუყიდო რაც ხა ჩემ სახელზე. ერთი და იგივეა. არც ფიქრობ მე მინდა ერთი მინდა. არც მოკლედ დადე. აუ ეს ერთი ქვემოთ უნდა ჩავდო. თებში სადებს აი ეს. ჩავხედე დიდი სამბით ვაიმე სადა თებში თქო და მაჩვენა იმ გოგო მაგერ არის თებში. ეს ნონი. გეხვეწები, შარშან ლიკამ საჩუქარი მომიტანა და წამში გამიტეხა და დამტოვა ისე. ისეთი არ გამიკეთო ეხა სხვისეც. მოკლედ ეს. ხო და მუხას ძალიან მოეწონა, ბავშვებს გიფცით ძალიან მოეწონა. სადი პრობლემა, ესეთი კაი რაღაცა. ყავა უყვარს, ოღონდ რძიანი კაპუჩინო და რაღაცეები უყვარს მუხას იმდენად ხსნათი არ უყვარს. აი ეს მტკივა, როგორ მტკივა იცით, აი აქედან, აი ეს. ძალიან მტკივა. ესე 15-ში ვიყიდე. მე არ მიყვარს ფასის დამალვა და არც ვიტყვი რომ ძვირი მივეცი თქო, რაც მივეცი იმას გეუბნებით. ამაში მივეცი 20. მაგრამ ეს უფრო სხვა არის. ხო და რახან წყვილებისთვის არ მინდოდა, მაგიტომ არ ვიყიდე ესეთი. ხორე ბავშვებს გეფიცებით არ მენანებოდა ეს 5 ლარი, მაგრამ რახან წყვილები არ იყვნენ, მაგიტომ ვიყიდე ეს. წავიღო ეს შევინახო თორე. აი ესე შემოკარგებო. ხო და ეს გვაქვს მე და მოკიდოს. საფულე მინდოდა ჩემთვის. რამდენი წელია? ის საფულე მაგ და დედა ახიცის ნატირები, მაგრამ მაინც არ ვშუქელიდან და დღეს ჯიმიში რო ვიყავი 25 ლარი ეწერა და მომეწონა, მაგრამ მე რა ვიცი, მაინც არ დავიმეტე. ასთე რომ არა უშავს რაც არის ეგ არის მე იმას ვიზა ამ თვეშიც ანუ ვერ გავდივარ არ ვდებ ვიდეოებს არ არის ისეთი რამ საინტერესო და ასე რომ არც გამიკვირდება რომ ვერ გადავიდე ზღვარს არა უშავს მარტო ხელფასისთვის არ ვართ სიმართლე რომ გითხრათ კი შეიძლება არ გეჯეროთ, მაგრამ ასეა. ხო და მირეკავს ტელეფონი. ეცად ერთ წამს უნდა უპასუხო. მოკლედ. მითია იყო. ხუთები მიდევს მე იმის ფულები სადღაც 18 ლარი იქნება. მაგიდის გადასაფარებელი მაქვს აყიდები, მაგრამ სახალწლოს არ ვიყიდი. სისულელეა ჩემთვის მე თუ მკითხავ. იმიტომ რომ მე კიდე მჭირდება და მახსოვს ახალი წელი არ დამთავრდა შენთანო ერთხელ დამიწერეს.
ასე რომ ჩაულებრივად ვიყიდი ნორმალურს. იქეთ თორე დავიღალე ამ ნაჭრის სულ ესე იგი ყოველღამე როგორ უნდა გარეცხო, ყოველღამე რეცხავ თითქმის. იმიტომ რომ ხან ხატავენ ხარ რაღაცა და იქ რო ემჩნევა მე შინი არ მოსცილდეს თქო და ორი მაქვს თან მეტი კი არ მაქვს. ხა ოჯახის ქალს რა თქმა უნდა მეტი უნდა გქონდეს, მაგრამ ბოდიშით. არ მაქვს, აქ ძვირია ძალიან. მაგდის გადასაფარებლები. სისულელე დამემართა თურქეთში 12 ლარიდან იწყებოდა და არ ვიყიდე. მეტი არაფერი არ მიყიდია. იგი იყო და ეგ. ხო, ეხა ტემუდან გამოვიწერე მე ჩემთვის მანტოსავით რაღაცა, ორი გამოვიწერე, ერთი 26 ლარად, მეორე 65 ლარად. იმასე ფასდაკლება იყო, თორე ორს ერთად არ გამოვიწერდი და რომელი მომეწონება, იმას დავიტოვებ, რომელიც არ მომეწონება, არ მომიხდება, მივაბრუნებ თქო და მაგიტო გამოვიწერე. თან უფასოა ეგ მიტან მოტანა, ფასიანი არაა. თან იბრუნებენ, ისე არ არის, რომ აი აქ გაგიჭირდეს დაბრუნება და არ ვიბრუნებო, რომ გეტყვიან ხოლმე. კაფა გამოვიწერე, ჯინსები გამოვიწერე, 26, არა, 38 დააწერა მე, არ ვიცი რატო. იმიტომ რომ თავიდან 26 მიჩვენა და მე 38 დაეწერა მუხამრო ნახა ფეხსაცმელს. ჩექმები არის, მაღალია, მუხსემოთ. არ ვიცი მიხდება თუ არა მუხსემოთ და მაგიტომ მოსინჯე. თამ სუსტად იმ ფერისაა რაც მოსაცმელი და ორეული ვიყიდე კიდე. მოკლე სტილში, მოკლე კოსტუმი და მოკლე კაბა. 34 ლარში. ნახოთ აბა რა ჩამოვა, მე არ მახსოვს კიდე რა ვიყიდე, არ მახსოვს. მოხამ თავისთვის ის ცალკე თავისი იმიდან და ჩემს მიშვილს ვიყიდე დაბადების დღის სახელზე ბოტასები. გოდე და გეგას ვიყიდე ისეთი ცისფერი თეთრში რო არის. მოსწონდა მაგი ეს ვიყიდე 26 იანვარსაა დაბადების დღე და ეს 24 ლარად იყო. მაგრამ მე რამეს ოჯახისთვის ავუღებ კიდე და იმას მივიღე. რამეს ოჯახისთვის დავუმატებ. ლიკას რომ მოეწონოს ოჯახში რამე რა ვიცი ისეც დავუმატებ და ეს ბავშვსაც ცალკე გავახარებ თან რა ვიცი. ესე გადავწყვიტე. რაც არის ფულს ველოდები იცით. ამ თვის ბოლოს უნდა მომცენ. ის კბილებისთვის მაგ განკუთვნილი და კაპიქს არ მოვაკლებ. იმედია მეყოფა. იმიტომ რომ აქ არ ვიცი, იმდენ ზამბობენ ამ კბილებზე ფასებს. აი არ ვიცი. დაპლომბა დაჟე წარმოიდგინეთ, დაპლომბაზე რო ფასებს იძახიან. მე არც ვიცი აქ სად რომელია კაი და სად მივიდე, უნდა გავიკითხო კიდე კარგად ვინმე ვკითხავ და იმის მიხედვით წავალ, რა ვიცი. რა ვქნა აბა. დააზღვევა და რამე ამაში რამეს შვება ტყუილი ახალ ხო არაფერში არ მოქმედებს ეს კბილებთან დაკავშირებით ეს დააზღვევა ჩვენი. ხო დედა. დედა როგორ ვარ? ყელი რატომ ყივა ესე ძალიან? ადაზე მაგ კაბა საყიდელი. მამაც იქ დაუწერეს თოლის ბაბუს წერილი. ეს არ გადამიგდო, მაგიტო მოვედი თორე, სავთეთქი.
მაგრამ ესე მთლიანად ყველას ერთბაშად ნუ იყენებთ. თოვლის ბაბუს დაუწერა. წერილი ოღონ ამათ მანაც უეს ის დაწერა გოდემ. მე არ მიყვარს ის, რომ აი სურვილები, მაგრამ მე რო დამეწერა ეს არ მინდოდა. არ მიყვარს და მომკალით, იმიტომ რომ ყოველთვის ვცნობ დიდის ნაწერს და ბავშვის ნაწერს. რაც არ უნდა მიადღაბნო შენ მაინც. ხო და გოდემ დაწერა. მაშინა მითხრა რომ არა ჩვენო და არ მიჩვენებია თქვენზე და არც არავისზე თოვლის ბაბუამ წაიღო ეგ წერილი. რა არიდე თოვლის ბაბამ წაიღო ეს წერილი. სადაც ადას მოკლედ გოდეცი წერდა ესე დედიკო შენ რა გინდა მე რა მინდა და მამა შენ მომაჩუქოს ასილერი ის ჩაწერე მეთქი. მერე ადამ ვარდისფერი კაბა მინდაო გეგა მატარებელიო თელი მოვიარე ფაზრობაზე არ შესულა მეთქი გითხარი დანარჩენი ყველგან სადაც დღეს შევძელი მისვლა და გავიხედე გამოვიხედე ასად მატარებელი არ იყო პატარა მაინც შარშან 15 ლარი თუ 20 ლარი მისცა მე მგონი მუხამ არ მახსოვს რომ უყიდეთ ამას მატარებელი მაგრამ წელს ასად არ არის და გოდემ დაწერა მე რასაც მაჩუქე მადლობელი დაგრჩებია მიყურებდი ბავშვებს გეფიცებით აი ესე ეწერა ხოდა მუხამ მეუბნება რა გინდა 200 ხო გაჩუქეო 100-ის მაგივრად ჩემი ხელფასი იყო 115 ევრო. მეტი არ იყო. ხოდა? გავყავი მაგი. მაინც კარგია, მაინც კაია, მაინც შენია და მაინც კარგია. მაგას არაფერი არ ჯობია. ბავშვები თუ უკეთ იქნებიან წავალთ თუ არა და სიმართლე გითხრა ბევრჯერ ვთქვი მეზარება ხალხო ძალიან ცივა იქეთ და მეშინია მე ისევ არ დაეწყოთ ამ ბავშვებს ისევ წამლები ისევ სკოლაც რომ უნდა დაიწყოს მე რა ეს ორკვირიანი შესვენება არის და გაცდენები არ მინდა კაი ბაღი ისეთი არაფერი მაგრამ სკოლის არ მინდა დიდად გაცდენები მოკლედ ესეთი ამბები მაქვს მე დღეს კი მინდოდა დღეს ქალაქში გადამეღო მაგრამ თან მეზარებოდა და თან ჩაუწიე დღეს თამაშის ხასიათზე არიან მადლობა ღმერთს ძალიან დიდი მადლობა ღმერთს თამაშის ხასიათზე არიან მარტო ადა არის რომ ძალიან ახველებს ან ისინი გავუკეთე ინგალაციები წასვლამდე წამლები მივეცი გოდეს მოვედი თუ არა 5-ზე უწევს ანტიბიოტიკი და დილით 5-ზე მივეცი ანტიბიოტიკი სისულელე დამემართა რომ ესე ადრე დავუწყე მაგრამ რამექნა ოღონდაც ბავშვს წაადგეს თქო და მოიტანა მუხამ თუ არა იგივე წყალი რომ მქონდა ატუღებული მეც გავალევინე
რა არა? შაქარი. შაქარი არა და მარილია. კარტოფლის მარილი უნდა. მარილი და დედას როგორ ახალ ბავშვებო? ხოჩახდე. აბა მოუყევი კიდე რამე. ლოჰოლაკა. ხო, როგორ ახალ? შენ როგორ ხარო დე? შენ გეკითხებიან შენ როგორ ხარო? ხმერთო, ჩაიხვეს. მუსიკა ბიჭო! გეგა, ხმერთო, გამიფუჭავი იდეოლი მგონი, არ ვიცი. მეზარება ეხა ეს ვიჟეო დავშალო და ისე ავაწყო, ძალიან მეზარება. რაც იქნება, ის იქნება, იმედია ძალიან არის, ვის ვნახოთ და რა იქნება. მეზარება ვერ ვიზამ. ხო იციან, რომ მიშლის ყველანაირად ხელს, მაინც იგივეს გიკეთებენ, არანაირად, არც ერთი მუხრანიც კი ეგრეა. არც ერთი არანაირად ხელს არ შეგიწყობს არაფერში. დედიკო, როგორ მტკივა ხელი. აი, ხასეთი მინდა. აბა. ჩავრთე. აი. წესიერად. გაფუჭა ეს ამბავშვი. ადას დახქონდა ის წითელი სადღაა. დევსაკ. დედამატომ. თუმ ჩვენ მეცხვარ გადმომედო ეხლა. თუცები წყალი რო ვსვი და ვსვი. განგინა რომ აქ იმიტომ ჭირს ეგრე. დავიდებ ჩემ ჭიქას. ბავშვები რო არ მივიდნენ. ვუი ხო, კიდე ეს სიტყვა მინდოდა. აი ეს სითხე. რას რო აწერია. მე რო გაჩვენეთ გაზისთვის რომელიც არის. ერთხელ მივედი და აი ეს ტაფა გავახურენ. იმიტომ რომ ქვემოთ ცოტა როგორ გითხრა. არ იყო რა ლამაზი. მოყვითალოები რო ქონდა. გავააცხელე აი ასე გაზზე და მე ეს ავიღე აქ მოვიდან ეს ტაფა და მივასხი ცხელსვე. თავისით მოაცილა, არც გუკა დასჭირვებია ძალიან, არც არაფერი, თავისით მოაცილა, ძვირფასებო ის რაც ქონდა ტაფას. მაგისთვის ყოფილა ძალიან კარგი. აი იმას ხალას ასხავენ, მე მგონი მასე ცხელზე, მე მგონი ხალას აჩვენებდნენ რეკლამაში. სუსტად არ მახსოვს, მაგრამ მგონი ხალასია. ხოდა ესეც კაია. ხალასი არ ვიცი იყო თუ არა ესეთი კაი, მაგრამ ეს ძალიან კაია. ძალიან მომეწონა მე. წავიდა ეს კაცი ამდენ ხანსაც. ხო, მოკლედ დღეს ერთი პოსტი ვნახე და იმას დავუწერე კომენტარი Facebook-ზე. უბრალოდ არ ვიცი ამ თემაზე როგორ ვილაპარაკავ, თუმცა კი მინდოდა ამ თემასთან დაკავშირებით დღეს ვიდეო ჩამეწერა, რაც იქ Facebook-ზე ვნახე, მაგრამ მე რო დავფიქრდი ზოგისთვის იმდენად გულისტკივილიანი თემა არის ეგ. არ მინდოდა რომ სხვებს ცუდად გახსენებოდათ თავიანთი ისტორია რაღაც, რასაც ეგ ეხებოდა და რამდენიმე ჩემმა გამომწერმა ნახა ეს ჩემი კომენტარი, ასე რომ
უბრალოდ ადამიანებს ზოგჯერ ადგილზევე პასუხს რომ გასცემ, ეს ან კარგი ყოფილა, მე მგონი, რომ ცოტა გონებაში გამოანათოს მათ გონებაში და საღადრო იაზროვნონ ქალს ქალის მე მაგალითად რო ვუყურებ ადამიანების ბედნიერებას გულით მიხარია და არასოდეს არ უნდა იყოს ეგ შესაშური, ცუდი შურით გინდა თუ როგორც გინდა, კაი შურით შეიშურეთ და იყავით მუდამ კარგად და ეცად უნდა რომ შენც აი მოდი იქნება მეც ესე მე ბევრჯერ მქონია ესეთი შემთხვევა და მაგალითად შემშურებია სისუფთავე ადამიანების და ყოველთვის აი მეტი და მეტი მიცდია, მეტი და მეტი მიმუშავია ჩემს თავზე. მაგ მხრივ მართლა ამას სამიშვილი გეფცები თუ იტყობოდე და სხვათა შორის მაგიტომ იყო რომ მე რაც ვიყავი ის ვიყავი. ეხლა ამ სამ ბავშვთან ერთად იმდენად ამდენს ვცდილობ მიუხედავად ყველაფრისა ცლად ისე არ არის როგორც ვიყავი, მაგრამ მაინც არის. მაინც ვცდილობ რომ ყოველთვის შენარჩუნებული მქონდეს სისუფთავე. ხო და ეგ ამას არ ეხებოდა უბრალოდ ეხა ეს მოაყოლე შურის ამბავს. სულ შურდა ხოლმე რომ თუ ვინმე სუფთად იყო რაღაცა სულ მინდოდა რომ მეც მეტად მომინდა და მეტი მიკეთებინა. ამას იმიტომ ვიძახი ეხა რომ ქალს არ უნდა გშურდეს ქალის რომ აი მაგალითად მე თუ უბედური ვარ, მე თუ ცუდად მომექცა ადამიანი, იმაზე ვოცნებობდი რომ იმ ქალსაც ისე მოიქცეს მისი ქმარი ან ვიღაცა ასე არ არის ეს სწორად არ მიმაჩნია მე. ხო და იმის გამო რომ მე ყველა ერთნაირი გონიათ და ყველა ქალს შტერებს ეძახიან ეს ჩემთვის ძალიან არასწორია და მაგის პასუხი დავწერე და ძალიან კარგი იყო რომ დავწერე არც ნანო რომ ცრამე მამის მომდევნო პასუხიც მექნება. მუხრანი ჩემთან მე ბავშვები რო შემეძინა არც ერთხელ არ შემოსულა ყვავილებით, ბუშტებით და ასე შემდეგ, მაგრამ ვინმეზე ნაკლებად გავუხარ და ბავშვები ყოლა ვინმეზე ნაკლებად შესაძლებელია ცული უყვარდეს თუ როგორ. მასე რაღაცებით ვერ განსაზღვრავ ვერაფერს. მაგრამ როცა შენში შენს ადამიანში 100% დარწმუნებული ხარ, მაგას არაფერი არ სჯობია და ყოველთვის ყველა რო ესე იყოს, მაგის სურვილი ყოველთვის მქონია. დაგისია. მოდი. რაღაც გააკეთე ალბათ და ეხა მეძახის მოდი. სალფეტკს ხეს, ჭამს. მე იატაკზე მიმოფანტავს ყველგან. აი ეგ იცის ადამ. თქვენ რო იცნობთ აი იმ ადამიანის ეგ ზუსტად და მე რომც გაუბრაზდე, რომც ეხვეწო, რომც რაც გინდა ის უქენი არაფრის დებით იმას არ აიღებს და არ დაალაგებს. ესეთია ჩემი ადა. თუმცა რა არის იცი? მიყვარს ის პასუხის შებრუნებაც რო იცის და თავიდანვე რო ცოტა თითქოს და მე ამბოხეს რო გავს. მინდა რომ ესე გაიზარდოს, იყოს მე ამბოხე. არ მინდა ჩემსავით რო იყოს. ატლიკინოს ეგენა, მეტად დაფასებული იქნება.